მოგესალმებით. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მომმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მართვის შედეგი ძალიან კარგად ჩანს დღევანდელი ევროპული სტრუქტურებისა და ევროპარლამენტის ფონზე. დღეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო იქცა რამდენიმე ასეული დეპუტატის ყრილობად, რომლებიც დაამტკიცებენ იმას, რასაც დაუკვეთავენ. სწორედ ასე ხდება საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღებისას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული ივლისის რეზოლუცია მხოლოდ იმით განსხვავდება წინა რეზოლუციებისგან, რომ ახლა ყველაფერი ღიად ითქვა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ თუ აქამდე მთავარი მსხვერპლი და ევროკრატების გადმოსახედიდან პოლიტიკური პატიმარი კრიმინალი სააკაშვილი იყო, ახლა ამ ჩამონათვალს რატომღაც მზია ამაღლობელის საქმეს დაემატა და ბოლო რეზოლუციებში მზია ამაღლობელის გათავისუფლებასაც ითხოვენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩნდება შეკითხვა. რატომ ითხოვენ მაინც და მაინც სახელობითად მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და არა მაგალითად დანარჩენი დამნაშავეებისა, ვინც პარლამენტზე შტურმში იღებდა მონაწილეობას და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გეგმებს სოციალურ ქსელებში მაყურებლებს უყვებოდა. ისინი რატომ დაივიწყეს? კრებსითად რატომ მოიხსენიებენ რადიკალ აქტივისტებს? რატომ არ უფასებენ Deep State-ისა და მათ მიერ მართული რადიკალი ოპოზიციური პარტიებისთვის თავგანწირვას? პასუხი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ივიწყებენ იმიტომ, რომ მათთვის ყველა აქტივისტი ერთჯერადი მოხმარების საგანია. ისინი ჯერ მოატყუეს, შემდეგ გააბრუეს თავიანთი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ტრენინგებით. შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ტრენინგებზეც ატარეს. ხან სერბი და ხან სხვა ტრენერები ჩამოუყვანეს. შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და თბილისში კიევური მაიდანის მოწყობის გეგმებიც დაალაგეს. ბოლოს კი სწორედ ამ აქტივისტებს გააკეთებინეს ყველაზე შავი საქმე. ახლა ისინი დამნაშავეები არიან და განაჩენს ელოდებიან. სამაგიეროდ მათი სახელები რადიკალურ ოპოზიციაშიც კი არ ახსოვთ. მზია ამაღლობელის სახელს კი მხოლოდ იმიტომ ატრიალებენ, რომ ის ქალია და ხალხში თანაგრძნობის გაღვივება სწორედ მისი ქალობის, ანუ ბიოლოგიური სქესისა და მედიაში საქმიანობის გამოყენებით სურთ. ამ მხრივ რეზოლუციის ავტორმა რასა იუკნევიჩიენემ ნამდვილად გადაამლაშა. ის ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იუკნევიჩიენეს ეთყობა აღარ ახსოვს და ვინმე უნდა შეახსენოს, რომ ცოტა ხნის წინ ისეთებს ყვებოდნენ ის და კიდევ სხვა ლობისტი ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილზე, რომ მათი ასეთი განცხადებების უკვე აღარავის ჯერა. ხომ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილზე რას ყვებოდნენ? რომ თურმე კლავდნენ, აწამებდნენ, მედიკამენტებითაც კი აწამებდნენ, ტვინის განლევადობა დაუდგინეს. დღე-დღეზე სააკაშვილის გარდაცვალებას ელოდნენ. ვიღაცები უფრო შორსაც მიდიოდნენ და იმასაც ამტკიცებდნენ, რომ თურმე მას ასხივებდნენ. მოკლედ თუ რამე დაავადება და წამების სახეობა არსებობს, ყველაფერს სააკაშვილს აწერდნენ. თან ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი სისტემური ყოფილა. ამასობაში კი პატიმარი სააკაშვილი მომჯობინდა, მშვენიერ ფორმაში ჩადგა და ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური პროცესების მართვაც მოინდომა. ასე რომ, მზია ამაღლობელზე ცოტა მეტი უნდა მოიგონონ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და კიდევ მისნაირებმა, თორემ ასე მარტივ განცხადებებს არავინ დაიჯერებს. ძალიან საინტერესო შეკითხვა ჩნდება ევროპარლამენტარების კომპეტენციაზეც. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ წესით სამართლის მცოდნეები და კანონმდებლები არიან და არა უბრალო დამკვირვებლები. რა უნდა ვუწოდოთ ევროპარლამენტარების მხრიდან საკანონმდებლო დონეზე იმის მოთხოვნას, რაც კანონს ეწინააღმდეგება? ანუ როგორ უნდა მოხდეს დამნაშავეების უპირობო გათავისუფლება, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობის აღიარება, სააკაშვილის გათავისუფლება? როგორ უნდა აღიაროს ვინმე იმ პოლიტიკოსის ლეგიტიმაცია, რომელიც უკვე აღარ არის თანამდებობაზე? ასეთი რაღაცების მოთხოვნა არასერიოზულია. რეზოლუციაში ასევე საუბარია ყველა იმ სტანდარტულ მოთხოვნაზე, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია. თურმე არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ყოფილა ლეგიტიმური, არც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები იქნება ლეგიტიმური, არც მთავრობა და პარლამენტია ლეგიტიმური, არც პრეზიდენტი არის ლეგიტიმური და სანქციებიც უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ. საინტერესოა, ვინ და რატომ უნდა დააწესოს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს არასავალდებულო რეზოლუციას მარტივად მიიღებს ევროპარლამენტი, მაგრამ სანქციების დაწესებას რეალური მიზეზები და მომზადება სჭირდება. და სანქციების დამწესებელი ამ მოცემულობაში რომ არავინ არის, ეს ევროპარლამენტში დებატების დროსაც გამოჩნდა. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა, მაგრამ დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 157 წინააღმდეგი იყო, 59 თავი შეიკავა.
ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბოლო რეზოლუციაც ისევე იყო Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით დაწერილი და მიღებული, როგორც ყველა წინა რეზოლუცია, მაგრამ ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოს ბედი საერთოდაც არ ანახულებთ, უბრალოდ დაკვეთას ასრულებენ. ევროპარლამენტის მორიგ ანტიქართულ რეზოლუციაზე ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებული რეზოლუციების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაზარდა. ალბათ ევროკრატებსაც აერიათ თვლა თუ მე რამდენი რეზოლუცია მიიღეს საქართველოს შესახებ. თუმცა რეზოლუციების ტექსტებს თუ გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ ყოველი მომდევნო რეზოლუცია ბევრად უფრო აბსურდული და ამავდროულად ნეოკოლონიალური ხასიათისაა. წინა რამდენიმე რეზოლუციაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია, ანუ Deep State, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას თხოვდა დაჟინებით საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტპატიმრის სტატუსით შეამკეს, თუმცა ევროპარლამენტის შენობიდან არც თუ ისე შორს მდებარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 2024 წლის 23 მაისს დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ანუ სააკაშვილის გათავისუფლების არანაირი იურიდიული საფუძველი არ მოიძებნება, მაგრამ ეს ევროკრატებს უხერხულობას სულაც არ უქმნის. მათ ტრადიციას არ უღალატეს და ამჯერადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს. სააკაშვილის მეგობარი და ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივარი რასა იუკნევიჩიენე 2022 წელს დასნეულებული სააკაშვილით მანიპულირებდა. როგორც დრომ გვიჩვენა, სააკაშვილის ავადმყოფობა იაფასიანი სერიალის ერთი სერია აღმოჩნდა, მაგრამ ლიეტუველი პოლიტიკოსი ზნეს არ იცვლის და მაინც აგრძელებს მოლაპარაკე თოჯინის ფუნქციის შესრულებას. არც მას, არც სხვა ევროკრატებს კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მხარდაჭერა არ აინტერესებთ. ისინი უბრალოდ გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ის განცხადებებს აღჟღერებენ საქართველოს წინააღმდეგ. ევროკრატიამ რუმინეთში დემოკრატია გააუქმა და საქართველოშიც მსგავსი რამს სურს. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუს მიერ მოპოვებული გამარჯვების ანულირებისთვისაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, იგივე Deep State-მა იქ არასასურველი პოლიტიკოსის გამარჯვება გააუქმა და მას ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. რუმინეთის მსგავსად საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაც სურთ, რადგანაც მათი აზრით დემოკრატია ხალხის ძალაუფლება კი არაა, არამედ მორჩილების სტატუს-კვოა. ეს ანგარიში არ არის არც ევროპული და არც დემოკრატიული თავისი ბუნებით. ცხადია, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს მარიონეტული მთავრობის ხილვა საქართველოში და ვიდრე ეს მოხდება, ევროკავშირი მიზანმიმართულად მუშაობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავებაზე. ზუსტად ამას ემსახურება ეს ანგარიში. ევროკომისარი მარტა კოსი დაუფარავად საუბრობს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების აუცილებლობაზე, რაც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც რადიკალური ოპოზიციის და აგრესიული მომიტინგეების ფინანსური დახმარება, რათა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები საქართველოში კვლავაც გაგრძელდეს. მთავრობის რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. მართებულადაა აღნიშნული თქვენს მოხსენებაში, რომ ევროკავშირს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სასიცოცხლო გზის გაკვალვაში. კრიზისის დაწყების შემდეგ ევროკომისიამ დაიწყო აქტიურობა და ამჟამად ახორციელებს პროექტს, რომლითაც 46 მილიონი ევროთი ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. დამატებით 32 მილიონი евро გამოიყოფა მოკლე ხანში მას შემდეგ, რაც წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა იმ ხრივ, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და თავიდან ავიცილოთ მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შესახებ დებატები ევროპარლამენტის აბსოლუტურად სარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის ფსევდოპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია სრულიად ზედაპირულია, არ ხდება საკითხების ფუნდამენტური განხილვა და ევროჩინოვნიკები წინასწარ დაწერილ ტექსტებს კითხულობენ. The countries pro-EU crackdown yet on the countries. რეზოლუციის წინა ტექსტებისგან განსხვავებით, ევრობიუროკრატიამ ფსკერის ახალი ნიშნული გახვრიტა. დავადაგასულ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პრეზიდენტად მოიხსენიებს. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტით. კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართული ხალხის წარმომადგენლად. მაღალ შეფასებას აძლევს მის ძალისხმევას და აბრუნოს ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ და ევროპული განვითარების გზაზე.
ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, იგივე Deep State-ისთვისაც გარკვეული სიახლეა, როდესაც უკანონობის დაკანონებას ითხოვენ აგრესიულად. რეზოლუციის განახლებული ტექსტის მიუხედავად, ერთი რამ უცვლელია: ის მბრძანებლური, აგრესიული და მანდატორული ტონი, როგორც ევროჩინოვნიკები საქართველოს ელაპარაკებიან. ბრიუსელში იმის გათვითცნობიერება უჭირთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, მისი მოქალაქეების უმრავლესობის ნების გამოხატვით. რამდენიმე ევროპარლამენტარმა, ვინც დამოუკიდებლობა და სინდისი შეინარჩუნა, იქ მყოფი მცირე აუდიტორიის წინაშე აღნიშნა, თუ რა იწვევს ევროკავშირის ლიდერშიპის ბრალს და განაწყენებას. უკვე თვეებია ევროპარლამენტი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა. თვეების განმავლობაში ევროპარლამენტის კომიტეტები და უწყებები ფიქრობენ, რომ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ეს ანგარიში არის ცოდვების კატალოგი და მასში არის შესული მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ისეთები, როგორიცაა მაგალითად პერსონალური სანქციები ან ლეგალური პროცედურები კოლექტიური სასჯელისთვის. მოგეწონებოდათ ამერიკის შეერთებული შტატები რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? ქართველებმა ირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს. ვერ შეცვლით საქართველოს მთავრობას ზეწოლის გზით. ამ გზით დავკარგავთ პარტნიორსა და მოკავშირეს. რეზოლუციაში არ გამორჩენიათ LGBTQ თემით და მიგრანტების ბედით შეშფოთება საქართველოში. ევროპარლამენტი მისი რეზოლუციებით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას უპირისპირდება და LGBTQ პროპაგანდის ამგზალავი კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს. კიევში და კიშინოვში გამართული LGBTQ დემონსტრაციების მსგავსი რაღაცის ხილვა სურთ საქართველოშიც. ევრობიუროკრატების არათანმიმდევრული და დამაზიანებელი ქმედებების შედეგები კარგად გამოჩნდა ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა საგრძნობლადაა შემცირებული. 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირისადმი ნდობის მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. თუ 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში გამოკითხულთა 66%-ს ჰქონდა. 1 წლის შემდეგ ანალოგიური მაჩვენებელი 59%-მდეა დასული. საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს ევროკავშირის სტრუქტურების უსამართლო და ზოგ შემთხვევაში გაუგონარ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს. Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის მარიონეტები საქართველოს ისევ მუქარის ენით ელაპარაკებიან. იმის მაგივრად, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვან. ევროკავშირის ოდიოზური წარმომადგენელი, საგარეო ურთიერთობებში მთავარი დიპლომატი კაია კალასი, რომელმაც ყველა საომარი რიტორიკით და არადიპლომატიური ლექსიკით დაამახსოვრა, თავი ამჯერად ქართულ მოსამართლეებს ემუქრება სანქციებით. დღესაც განვიხილეთ სანქციების საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ რაღაცეებს ჩადიან, თუ შევხედავთ პროტესტის გამომხატველ პირებზე გამოტანილ განაჩენებს, კაფიოდ არაპროპორციულია. როგორც ჩანს, რეპრესიული მანქანის ნაწილია მართლმსაჯულების სისტემა. განვიხილავთ იმ მოსამართლეების დასანქცირებას, რომლებსაც ასეთი ვერდიქტები გამოაქვთ. აგრესიული მომიტინგეების მიმართ გამოტანილი ვერდიქტები, ვინც პარლამენტის შენობას ცეცხლს უკიდებდა, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ბლაგვსაგნებს იყენებდა სამართალდამცავების წინააღმდეგ, ევროკრატიას არაპროპორციულად ეჩვენება. შეიძლება იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტები გავლენის აგენტები არიან და მათი გამოყენებით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State-ი, საქართველოში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალადობრივ დამხობას გეგმავდა. ევროკრატებს ბოლო რეზოლუციაშიც არ დაუწყებიათ შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველოს რუსეთს სანქციები არ დაუწესა. ეს კი იმ ფონზე, რომ რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი თავად ევროკავშირმა შეიძინა. ამჯერადაც სისრუენარევი ტექსტით ცდილობენ ქვეყნის იმიჯის შელახვას, თითქოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ იცავს. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ საქართველო არ ეთანხმება რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ უმრავლესობას, მაგრამ აცხადებს, რომ თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციების გვერდისავლის თავიდან ასაცილებლად. გამოხატავს შეშფოთებას იმ ცნობების გამო, რომლებიც ამტკიცებენ საქართველოს როლს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობაში. შესაბამისად მოუწოდებს კომისიას ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება ასეთ ბრალდებებთან დაკავშირებით. საქართველო განუხრელად იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას. საქართველომ უბრალოდ თავის მხრივ ახალი ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა რუსეთს, რაც პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზიანებდა. შედეგიც სახეზეა, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა და ზრდის ტემპით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში შევიდა.
საქართველოს ვაჭრობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან არის სრულიად გამჭვირვალე, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირზე. ევროკავშირი მაგალითად რუსულ ნავთობს კვლავაც ყიდულობს, ოღონდ ინდოეთის გავლით და მსგავსი მაქინაციები უკვე ყველასთვის ცნობილია. სააკაშვილის გათავისუფლების გარდა რეზოლუციის ავტორები ნაციონალური მოძრაობის ხელშეუხებლობასაც ითხოვენ და შეშფოთებულები არიან დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის გამო. პარტია, რომელიც სისტემურ დანაშაულში და წამებაშია მხილებული, საქართველოს მოსახლეობის ღირსების მასობრივი შელახვის ფაქტების გამო, მაინც ევროკრატების ფავორიტი პოლიტიკური ძალაა საქართველოში. ამით კარგად ჩანს, ვის გვერდით დგას რეალურად არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State. რამდენიმე თვის წინ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ერთ-ერთმა მარიონეტმა, დონალდ ტუსკმა თავისი იმედგაცრუება ვერ დამალა. მე ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგანაც არ შეგვიძლია ეფექტური რაღაც დაუპირისპიროთ უმრავლესობას ან მთავრობას. არა ამარტივი საქმეში ჩარევა. მაგიდის გარშემო ყველა ინფორმირებული იყო არა მარტო საქართველოს შემთხვევაზე, არამედ მოლდოვას და რუმინეთის მაგალითებზეც. ყველა ეს შემთხვევა რუსეთის ჩარევას წარმოადგენს. მოლდოვაში სანდუს მიერ წაგებული არჩევნები და მხოლოდ ემიგრანტების ხმებით საეჭვო გამარჯვება. რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმება, სადაც ვერანაირი მტკიცებულება რუსული ჩარევის შესახებ ვერ წარმოადგინეს. საქართველოშიც მსგავსი სცენარის ხილვა სურდა ევროკავშირს, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. ევროპარლამენტში, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ცირკს დაემსგავსა, იმ რეზოლუციების მიღება, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია, საქართველოს ვერ დააზიანებს. მრავალრიცხოვანი რეზოლუციების სახით საქართველოს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State, ანუ გლობალური ომის პარტია ელაპარაკება. საქართველოს პასუხი კი არის მტკიცე და ცალსახა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. ევროპარლამენტმა და მთლიანობაში ევროსტრუქტურებმა იმდენად გააუფასურეს საკუთარი თავი და საკუთარი სტრუქტურები, რომ მათივე რეზოლუციებს აქ არ კითხულობენ მათივე მომხრე რადიკალი პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ან რა არის წასაკითხი? ერთი და იგივე მოთხოვნები და სიტყვების თამაში მხოლოდ იმისთვის, რომ Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთა შესრულდეს. და ამ ფონზე ევროკავშირის იმიჯი და რეპუტაცია სულ უფრო ილახება, კნინდება და მცირდება. ამ ტემპით თუ გააგრძელებენ ევროპარლამენტში რეზოლუციების მიღებას საქართველოზე და სისულელეების წერას, ცოტა ხანში ევროკავშირში წევრობა რიგითი მოქალაქისთვისაც სასაცილო გახდება და დაუკავშირდება კრიმინალებისა და დამნაშავეების გათავისუფლებას. ამას დაემატება რადიკალების ხელისუფლებაში მოყვანა და სახელმწიფო სადავეების მათთვის გადაცემა. ამას კი საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.